მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება ეთთოქი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები არიან ჩვენთან სტუდიაში. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს ნინჩო ეგაძე, კომუნიკაციების სპეციალისტი და დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი და ბეკი ფანცხავა, ბრენდისა და მარკეტინგის სპეციალისტი. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? გამარჯობა. შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა, ძალიან მიხარია, მოკლედ რომ მოახერხეთ, გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან სასაუბროთ. ზოგადად ჩვენი დღევანდელი თემა, რაზეც მინდა რომ დღეს ვისაუბროთ, არის ზოგადად როგორ უნდა გავხდეთ პროფესიონალები ამ ინდუსტრიაში, ამ სფეროში, მარკეტინგის და ხო, წვალებით. მორჩა ჩვენი პოდკასტი მეგობრებო, დამთავრებული გავეცით უკვე ყველას პასუხი. ძალიან საინტერესოა, მოკლედ დიზაინ ინსტიტუტის ისტორია, საიდან იწყება და როგორ გაჩნდა იდეა, არ ვიცი, თქვენგან დავიწყებთ პირველი. ბეკის დამეხმარება, იმიტომ რომ ბეკი ეს ადამიანი, რომელმაც ბრენდზე იმუშავა და საერთოდ პირველი იყო ერთ-ერთი, ვინც ამ იდეის შესახებ იცოდა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ თემას დროს ვუთმობთ, იმიტომ რომ ეს ის თემა, რომელიც გვტკივა. ამიტომაც დავიწყეთ ალბათ საგანმანათლებლო პროექტი. სულ ფიქრობდით, როგორ შეიძლება ერთის მხრივ იცოდნა, რაც გვაქვს დაგროვილი, სხვა ადამიანებს გადავცეთ და გაუადვილოთ ის წვალების გზა, რომელიც ყველა ჩვენგანმა გავიარეთ და მეორეს მხრივ რაღაც სასარგებლო გაგუკეთებინა ქვეყნისთვის, მომავალი თაობისთვის და ის რაც თითქოს მოვიპოვეთ ან რაღაცა გვერგო გარემოდან ან პრაქტიკიდან ან რაღაცა გამოცდილებიდან რომელიც დაგვიგროვდა, გვინდა რომ ახალ თაობას რაღაც ბავშვებს რომლებიც დღეს ირჩევენ პროფესიას თავიდანვე ქონოდათ. მართლა ეს იყო მიზანი. ამისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის სამსახურიდან წამოსვლაც წინ უძღოდა ამ ყველაფერს, ძალიან ბევრი ვიშრომეთ. მე და ბეკის შორის ძალიან საინტერესო დრო გქონდა, როდესაც ბრენდზე ვმუშაობდით, საკმაოდ რთულია, როდესაც მთელი ცხოვრება ბრენდებზე მუშაობ, რაღაც საერთაშორისო გამოცდილება გაქვს, თუმცა შენ რაღაც საყვარელ პროექტზე როცა მუშაობ, ძალიან ესეთი ბევრი კითხვა გიჩნდება, როგორ არ იყო სუბიექტური, როგორ იყო პროფესიონალი და ძალიან მადლიერი ვარ ბეკისი და კიდევ რამდენიმე ჩემი მეგობრის, რომელთან ერთადაც ეს ბრენდი შეიქმნა. მე რაღაც ერთად იგივე საბჭო, რომელიც დიზაინ ინსტიტუტში არის, მათ შორის ჩვენი მეგობრების მონაწილეობით ყოველთვის გვეხმარება იმაში, რომ რაღაც პოზიციონირება არ დავკარგოთ, ფოკუსი არ დავკარგოთ და წინ ვიაროთ და სიმართლე რომ გითხრათ, მიზანი ამ ინსტიტუტის არსებობის არის ერთის მხრივ პოტენციალის გაერთიანება, რომელიც ბაზარზე გვაქვს. ძალიან მაგარი ეგრეთ წოდებული საბჭოთა სკოლა, რომელიც რატომღაც დაიკარგა სწავლების პროცესიდან, ასევე ძალიან ბევრი პრაქტიკოსი თანამედროვე ადამიანი, რომელმაც ეს ცოდნა თავად დააგროვა, შექმნა ძალიან ბევრი უნიკალური რამ, გავაერთიანეთ იმ იდეის გარშემო, რომ ალბათ ყველაზე კარგებმა უნდა ასწავლონ მომავალ თაობას. რთულია ყველაზე კარგებზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მივახციეთ იმას, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც რაღაცა ზურგს უკან შრომა თუ შედეგი აქვს, დღეს ასწავლის და ეს სწავლაც გვინდა რომ აკადემიური ყოფილიყო, არ ყოფილიყო რაღაცა დაპირება ტყუილი, რომელიც მაგალითად გეტყვის რაღაც ერთ თვეში შენ სპეციალისტი გახდები, ადამიანებს ვეუბნებით, რომ საშუალოდ იმისთვის რაღაც ბრენდს შეეჭიდო 3-დან 10 წლამდეა დრო საჭირო და ამაში ალბათ ყველა ის ადამიანი, ვისაც გაუვლია ეს გზა და მეთანხმება. არ არსებობს ბრენდის მენეჯმენტი, თუ პირველი ციკლი ბრენდთან ერთად არ გაიარე. არ არსებობს დიზაინი, თუ რაღაცა წლების განმავლობაში არ გამოცადე, რამდენი შეცდომა შეიძლება დაუშვა ამ თემაში და ის სურვილი ერთის მხრივ ალბათ კარგია, რომელიც ახალთაობას აქვს, რომ მალე ისწავლოს რაღაცეები, მაგრამ მეორეს მხრივ ყველაფერს თავის სახელით დავარქვათ და ეგ არის დასაწყისი ალბათ. ხო, ძალიან საინტერესო არის, მინდა რომ რაღაცა ყველა ეტაპს გავყვეთ და არაფერი გამომრჩეს, არ ვიცი რამდენად გამომივა დღეს და მოვასწრებთ ამის ჩატევას, თუმცა ძალიან საინტერესოა აი ამ ბრენდის, ესე ვთქვათ, შენება, როგორ იგეგმებოდა პროცესი, რომ ერთია რომ არსებობს იდეა, ეს რაღაცა წმენა, გჯერათ რაღაც რამ ადამიანები, რომლებიც ერთიანდებით ამ საქმის სიყვარულით და მეორე არის უკვე პროცესში, რომელსაც ახლავს ძალიან ბევრი სატკივარი, პრობლემა, რაღაცა გამოწვევები, ესე რომ ვთქვათ. აი, ძალიან საინტერესო ეგ ისტორია თვითონ დიზაინ ინსტიტუტის. ხო, მე ნინჩოს სულ ამბობს ხოლმე, რომ რაღაც მომენტში ვიყავი ადამიანი, რომელიც ვეუბნებოდი, რომ ესე მოდი არ გვინდა, იმიტომ რომ ვიცი როგორ გიყვარს და ეს იდეა შეიძლება რომ საბოლოო ჯამში რაღაცა სულ სხვა ფორმატში განვითარდეს ეს ყველაფერი და თითქოს რაღაც შემაკავებელი ვიყავი ხოლმე რაღაც მომენტში, რომ მოდი რაღაცა ჩარჩოებში ჩავსვათ, მოდი რაღაცნაირად დავაჩელენჯოთ კიდევ ერთხელ შევხედოთ რა გვინდა საბოლოო ჯამში რა როგორი წარმოგვიდგენია ეს ყველაფერი 10 წლის მერე, 5 წლის მერე. იმიტომ რომ თავიდანვე ეს იდეა როცა გამიზიარა ნიჩამ რაც ძალიან საწყის ეტაპზე, ეგრევე ჩემთვის იყო ნათელი რომ რაღაცა ძალიან დიდ და საინტერესოს იწყებდა. და მეთქი
მაგარი გამოყვები მაგ გზაზე, იმიტომ რომ გვქონდა თანაიმჩამ რაც თქვა, ჩვენი გამოცდილება იყო სულ რაღაც დიდ ბრენდებთან მუშაობის, იმიტომ რომ 20 წელია მეგობრობთ და ამ 20 წლიდან სადღაც, არ ვიცი, 12 ერთად ვიმუშავებთ და საბოლოო ჯამში, ანუ სულ რაღაც ამ დიდ ეს საერთაშორისო ლოკალურ ბრენდებთანაც მუშავდით, რომლებიც თქვა მე უკვე საერთაშორისო ექსპანსიაზე გადიოდნენ და ეს იყო რაღაც პატარა ესეთი შვილივით, რომელიც აი შენ ხელში არის როგორ ფორმირდება, რა სახეს მიიღებს და ამ ძერწვის პროცესში ძალიან ბევრი გვიკამათია, გვიჩხუბია, გვილაპარაკია, დავშლილ ვართ, ძალიან ხშირად გქონდა ხოლმე, რომ აი რაღაცაზე რო ვერთან ხვდებოდით, ვამბობდით, რომ კარგი, დღეს მორჩა. ხვალ გავაგრძელოთ, წავედით ხო დავიშალეთ, იმიტომ რომ ძალიან ლოგიკური არის ალბათ ეს პროცესი და ძალიან სასიამოვნო პროცესი არის, მით უმეტეს ინჩამ როგორც თქვა, ან ბევრი ჩვენი მეგობარი მონაწილეობდა ასავა ამ პროცესში და ყველას შემოქონდა ეს თავისი ძალიან ესეთი კრიტიკული აზრი და ალბათ თვითონ აი ბრენდის ფორმირებაშიც აი თითქოს რაღაცა შენ რასაც აკეთებ ყოველდღე ხანდახან შენსაც რო აკეთებ ის თითქოს არ უნდა გააკეთო იმიტომ რომ კაი ნუ აი ხო ვიცი და გაკეთდება თავისით და რაღაც ერთ ისე მივდექით რომ მოდი ერთმანეთის დამკვეთები ვიღოთ და ეგრე ვიმუშაოთ და რამდენად განსხვავებულია ის საგამონათლებლო ინდუსტრია მაინც ხო რაღაც კუთხით აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენად ცოტა სხვანაირი გამოცდილება ქონდათ ამ ნაწილში ეგრეთ საინტერესო არის აი თუ იყო ეგ სხვაობა არ ვიცი კი იყო სხვაობა მაგრამ ნუ ჩემთვის პირადად ბრენდი არ აქვს მნიშვნელობა რომელი სფერო არის ბრენდი ყველა სჭირდება ბრენდი უნდა აშენოს სწორად უნდა შექმნა უნდა აი ადამიანივით უნდა მოეპყრა უბრალოდ ამ შემთხვევაში გვქონდა ძალიან დიდი თავისუფლება და აი ამ თავისუფლებაში უბრალოდ აი ეს კამათი ძირითადად მაგ თავისუფლების გამო მოგვდიოდა რომ აი ხა ხო შეგვიძლია რომ ესეც გავაკეთოს და ეს ხა შეგვიძლია რომ ესეთიც იყოს რა და აი მან იყო ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ არ დაგვეკარგა ეს ზღვარი რომ აი სადამდე არის ნინჩო პატრონი ამ ბრენდის და სადამდე შეგვიძლია რომ თქვათ ბრენდი წავიდეს წინ შორს რაღაცა სხვა ფიჩერები ისეთი მიიმეტოს რომელიც აქამდე რომელიც დამეტების ფუფუნებაც აქამდე არ გქონდა სხვის ბრენდებზე ასე ვთქვათ ხო ამიტომაც პროცესი ძალიან საინტერესო იყო აკადემიურობა დავიცავით და ეს ბრენდი შექმნილია წესის და რიგის მიხედვით ყველა ბრიფი გაწერილია იმიტომ რომ წარმოიდგინეთ შეხვედრა ბორდის საბჭოსი და ამ საბჭოში ყავს All-Star-ი. რეალურად All-Star-ი, იმიტომ რომ საუკეთესო ბრენდის ლიდი, რომელიც არის ბეკი და დღემდე პატრონობს ჩვენს ბრენდს, ხო? საუკეთესო დიზაინერები, როგორც არის მაგათად გია ბუხუა, გიორგი პოპიაშვილი, არ მინდა რომ გამორჩეს ერეკ ლეინაშვილი, კოკა ქამუშაძე, არიამ ლორკიფაინძე, ირინა საყვარელიძე, არაჩვეულებრივი ხალხი, რომელმაც მართლა ზეპირად იცის როგორ გააკეთოს საუკეთესო კომუნიკაცია, როგორ გააკეთოს ყველაზე კრეატიული პროექტები. ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც სხვა სფეროდანაც გვეხმარება, იმიტომ რომ ესეთი სამეთვალყურო საბჭოც ყავს და ამ ხალხს რო შევკრებდით და ვუყურებდი, ხვდებოდი რომ აღარაფერს აღარ მეშინია, მაგრამ უფრო მეშინოდა იმის, რომ აი ეს ყველაფერს თავში გვაქვს, როგორ უნდა გადმოვიტანოთ რეალობაში, მაგრამ რაღაც მომენტში შევიკრიბეთ 6 თვის თავზე უკვე რაღაც კარგი შედეგები გქონდა რაღაცნაირად ადამიანებმა მიიღეს და შეიყვარეს და რომ შევიკრიბეთ სოჭის გიორგი პოპიკამ თქვა ძალიან მაგარი რაღაც უკვე ამერიკაში იყო სასწავლებლად წასული და თქვა ეს რაღაცა რომ აქამდეო დარწმუნებული ვიყავიო რომ ეს ბრენდი რაღაც კონკრეტულ ხაზზე უნდა დაგვესვაო და ერთად ნუ გვემუშავა ამაზეო და ახლა მივხვდიო რომ ხალხმა თვითონ გადაწყვიტა როგორი იქნებაო და რაღაცნაირად ამ ძალიან დიდი ინტერესით და სიყვარულით რომელიც თავიდანვე წამოვიდა რატომღაც ჩვენს მიმართ თვითონ ბრენდს მოდი მივცეთ საშუალება რომ განვითარდესო და მართალი იყო ჩვენს მივხვდით იმ მომენტში რომ იმდენად ბევრი ცოდნა გქონდა როგორ უნდა გავაკეთოთ სწორად რომ რაღაც მომენტში გავეშვით და ვაცალეთ და ერთ-ერთი რაც კულტურულად შემიძლია თქვა აკადემიურობა რაღაც დისციპლინა და ეს რაღაც შრომა ყოველდღიური რომელიც მართლა განათლების სფეროს ძალიან ჭირდება დავიცავით დანარჩენი უკვე შეიქმნა დროთა განმავლობაში იცი რა არის ამ ნაწილში ჩემი განმოსახედიდან არ ვიცი შეიძლება მცდარი განმოსახედი მაქვს მაგრამ მაინც ახლა გავარკვევ ამ ყველაფერს ანუ ძალიან დიდი როლი უკავია კურსებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ კურსს ხელმძღვანელობს. ხო, აი მაგ ნაწილში, ნუ როგორც აღნიშნეთ, გუნდი ძალიან ესეთი all-star გუნდი იყო, თუმცა ძალიან საინტერესოა როგორ მიუდექით და შემდეგ აი პროცესში თუ იყო რაღაცა ცვლილებები, რამაც დაგანახათ, რომ აი ცოტა უფრო სხვანაირი კურსებიც მოთხოვნადი იყო ბაზარზე და მე ეგეც შემოიტანოთ, ანუ მაგასაც რო შევეხოთ.
თავიდან ალბათ აი მცდარი შეხედულება რაც გქონდა და ბეკი დაამატებს ალბათ თავის გამოცდილებით იყო რომ გვეგონა რომ რაღაც მაინც სახეებზე და აი კონკრეტულ პიროვნებებზე მოდიან და რაღაც მომენტში ბრენდმა აჯობა რაც ძალიან მიხარია იმიტომ რომ მგონია რომ შედგა იმ მომენტში როცა აჯობა როდესაც მაგალითად უსახელო ულექტორო კურსებმა დაიწყო ძალიან დიდი ინტერესის გამოწვევა რა თქმა უნდა ძალიან დიდი ნდობაა როცა ადამიანი მაინც ის და მოვა იქ სადაც მაგალითად ის სახეები თუ ის ადამიანები მონაწილეობენ და ნასწავლიან მაგრამ როგორც კი გადავედით ჯგუფებზე და პროგრამებზე სადაც უკვე თემა იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო და ამან მაინც გამოიწვია ინტერესი მივხვდით რომ თავარი არის ხარისხი და ის დაპირება რომელსაც ეს ბრენდი ასე ვთქვათ იძლევა და შემდგომ უკვე ყველაფერი ის რა პროფესიონალიზმის მოაქვს თითოეულ ადამიანს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის გეპები აი ღიად ბოდიშს ვიხდი ყველა იმ ბარბარიზმისთვის რომელსაც ვიტყვი მე უკვე ბევრჯერ მოვიხადე ეს ბოდიში მეგობრებო ასე რომ როგორც დედამ მითხრა თავის დროს ეს არის ადამიანი რომელიც არის ფილოლოგის შვილი და მეტყველების მასწავლებელი რომელიც ყველაფერს მისწორებს ამ ქვეყნად მითხრა რომ შენო პროექტი წერე ქართულად გამოისყიდე ყველა ბარბარიზმი რომელიც ნათქვამი გაქვს და ვაღიარებ რომ გამოსყიდული ვარ შეიძლება მომდევნო მაგრამ ვცდილობ ძალიან ვცდილობ რომ ქართულად ვისაუბრო გამართულად მიხედვით იმისა, რომ ჩემი პირველი ენა არ არის. აქვე ვიტყვი იმას, რომ რაღაც მომენტში ყველაზე მაგრა იმუშავა იმ გეპების და იმ რაღაცა სიცარიელის ამოვსებამ, რომელიც ბაზარზე იყო. ანუ ალბათ მე განვარცხობთ ამ თემას, მაგრამ ცოდნა ისეთ რაღაცაა, რომელიც დღეს შეგიძლია ონლაინ ვირტუალურად მიიღო, საუკეთესო ადამიანებისგან შეგიძლია ისწავლო და რა შეიძლება მისცეს ქართულმა ერთ-ერთმა რიგითმა სკოლამ თუ არა პრაქტიკული გამოცდილება და ისეთ ადამიანებთან შემხებლობა, რომელმაც პროფესია იციან და ალბათ ჩვენ რასაც ვასწავლით, უფრო მეტად არის ის თუ რეალობა როგორია, ვიდრე ის რაღაცა თეორია, რომელიც მაგალითად თუნდაც რაღაც ონლაინ შეგიძლია ისწავლო, ფანტასტიკური კურსებია, ხელმისაწვდომი, მეც ყოველდღიურად რაღაცას მეცადინეობ და ვსწავლობ და ძალიან მომწონს ეგ შესაძლებლობა, თუმცა ყველაზე მეტად გინდა ზოგჯერ რომ ადამიანი მოვიდეს და გითხრას, რომ იცი რა, აი ეს გზა გავიარე და არა უშავს თუ რაღაცა იდეალური არ არის ყველაფერი, ასე შენ გადიხარ და რამდენად რთულია სწავლის პროცესი, ესეც ყველას გვესმის. ბეკი, შენ რა სიტყვა მიმართული? ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თვითონ ის გამოცდილება, რომელიც მე არ მქონდა მანამდე მოკლე კურსების გამოცდილება, რადგან უნივერსიტეტში ვასწავლე ასევე. და მაქვს რაღაცა სემესტრული, წიგნი, კვიზი, მიდთერმი, ფინალური პრეზენტაცია და ეს ყველაფერი არის ძალიან ანუ დროში გაწელილი და იმას ზუსტად რასაც მე ვიყავი მიჩვეული, იმიტომ რომ რაღაც უნივერსიტეტში რა ვიყავი, ჩემი ოცნება იყო ესეთი, რომ მინდა და ძალიან ლექტორობა და ავისრულე ეს ოცნება და რაღაც მომენტში აი ეს დიზაინ ინსტიტუტის შემოსვლა ხო კიდე ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ ის რასაც მიჩვეული ვიყავი რომ უნდა ერთი სემესტრის განმავლობაში გამეზიარებინა სტუდენტებისთვის რაღაც მომენტში მივხვდი რომ ძალიან ესეთი კომპრესირებული ვერსია უნდა შექმნილიყო რომელშიც არ არის რაღაცა კონკრეტული ესეთი ერთი დიდი სახელმძღვანელო არის ძალიან ბევრი кейსების ერთობლიობა და თავიდან როდესაც აი ცვლილებებზე რო იკითხე ცვლილებები მოდის ყოველ კურსთან ერთად ჩემთვის იმიტომ რომ თავიდან რა თქმა უნდა ვაზიარებდი რაღაც საერთაშორისო кейსებს, გამოცდილებებს, რაც ეხლაც რა თქმა უნდა ვაზიარებ, მაგრამ სხვა შეერს მე და ნინჩო სულ მაგას ვლაპარაკობდით და ნინჩო სულ ამბობ ყოველი კურსის წინ ნინჩო მწერს ესეთი მე მგონი დრაფტებში აქვს შენახული და მწერს რა ეს არის ქვია გააზიარა ის რაც აი შენი პროექტი რაც იყო რა რომელიმე იმიტომ რომ ხანდახან გვემართება ხოლმე ჩვენ სფეროში ადამიანები ვინც ვართ ალბათ უმეტესობას ესეთი შეგრძნება აქვს რომ თითქოს ანუ შენის გაზიარება გერიდება რომ რაღაც ნუ ბევრი გაკეთებულა ეგეთი და გირჩევნია რომ რაღაცა სხვა დიდი ბრენდის საერთაშორისო მაგალითი მოყვედა კურსებში რაც ყველაზე მეტად მომწონს უნივერსიტეტში რა თქმა უნდა ძალიან მომწონთ ხოლმე სტუდენტებს როდესაც უზიარებ შენ პირად პროექტებს, რომლებიც გაიკეთებენ, რომლებიც წარმატებული იყო, რომელიც წარუმატებელი იყო, უფრო უყვარს რა თქმა უნდა ყველას ხარ, მაგრამ როდესაც გააქვს ძალიან მოკლე კურსი, რომელიც შედგება, ვთქვათ, რაღაც 4, 5, 6 შეხვედრისგან, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ისაუბრო ყველაფერზე, რაც არის ხელშესახები და რეალური. იმიტომ რომ აქ მოდიან ადამიანები აბსოლუტურად განსხვავებული წინაპირობით. ზოგი არის იურისტი, რომელსაც უნდა რაღაცა მარკეტინგში გადმოეცი
გადმოსვლა, ზოგი არის ახალგაზრდა, რომელმაც საერთოდ არ იცის რა უნდა რომ აკეთოს. არიან ადამიანები, რომლებიც თავისი სტარტაპისთვის ცდილობენ, რომ აი ყველაფერი all in one პროფესიონალები გახდნენ და ამიტომ სჭირდებათ ეს კურსები და ამ ყველა ადამიანისთვის, იმიტომ რომ ბევრი კურსი არსებობს, ხო, არსებობს შერეული, არსებობს რაც კონკრეტულად თქვა დიზაინერებისთვის, არსებობს კონკრეტულად სტუდენტების პროგრამა, მაგრამ აი ყველა საინტერესო ჩემთვის არის ეს შერეული ნაკადი ხოლმე, იმიტომ რომ იმ ხელა პერსპექტივას იძლევა მათგან ძალიან ბევრ რაღაცას იღებ და ამიტომაც უფრო მეტი мотиваცია გაქვს, რომ შენს გააზიარო ისეთი რაღაცები, რომ მართლა $1 მილიონ იდეა შეიძლება გქონდეს, რომელიც დაჯდება 0 ცენტი და ამითი შეგიძლია რომ იამაყო შემდგომში ძალიან ბევრი წელი. და ამიტომაც აი ზუსტად კურსის წინ ყოველთვის ეს იცვლება, რაღაცა კონტენტურად თვითონ რასაც ვაზიარებთ. არ იცვლება core, მაგრამ იცვლება ის რაღაცა ედონები, იცვლება მაგალითები, იმიტომ რომ კიდევ პლუს გვაქვს იმის შესაძლებლობა, ჩვენი ანუ რაღაცა ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვილაპარაკოთ იმაზე სამსახურში, რაც გავაკეთეთ იმ დღეს, რაც შეიძლება რომ რაღაც ძალიან მაგარი პროექტი იყოს, ან პირიქით შეიძლება ისეთი რაღაცა მოხდა, რომ ნეტა არავის არ დაემართოს, ხო? ამიტომაც მაგალითად კრიზისი ან მაგალითად შეცდომით გაგზავნილი რაღაც არ ვიცი, მესიჯები ან შეიძლება ეს იყოს რაღაცა რეკლამა რგოლი, რომელიც გადაიღე და გეგონა რომ იყო სუპერ წარმატებული და არავის არ მოეწონა. და ამაზე საუბარი ღიად როცა შეგიძლია, მგონია რომ აი ეს იმიტომაც არის ალბათ ძალიან დიდი ინტერესი ზოგადად კურსების მიმართ, იმიტომ რომ ადამიანები ეძებენ ისეთ ადამიანებთან ამ გაცვლას ინფორმაციის, რომლებსაც აი hands-on არიან, მაპატია ისო ბარბარისმისთვის, მაგრამ იქ არიან რა, აი აქ და ახლა მომენტში შეუძლიათ რომ რაღაცა გააზიარონ, რაც იქნება საინტერესო. ასევე მგონია რომ ალბათ ქვიზები რო არ არის ეგ ხარიათ. ჩემი გამოცდილებიდან, მაგრამ ყოველთვის ანუ ვცდილობთ რომ რაღაცა პრაქტიკული სამუშაო, რომელიც თან რაღაცა სახალისო არის, თან მართლა გამოადგება შემდგომში ყოველთვის გქონდეთ და ხშირად სტუდენტები თუ არიან რომელიმე ვთქვათ აი ახალდამთავრებული ვისაც აქვთ ამბობენ ხოლმე რომ უნივერსიტეტშიც კარგი იქნება და ამდენი რაღაცა პრაქტიკული რაღაცები რომ გავაკეთებინა, ხო, ამას გამოვიყენებ, ამას წავიღებ, ამას ახლა ხოლმე სამსახურში მივალ და მოვყვები და ერთი მეორის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს აკადემიური რაღაცა გამართული სწორი პრინციპებით მუშაობა. მაგრამ ინტერესი ალბათ ზუსტად იმიტომ არის, რომ იმდენით იცვლება ყველაფერი, რომ შენც გინდა რომ რაღაცები აკრიფო და რაღაც ძალიან კარგი შორტკატი არის, ასე ვთქვათ, რომ მოხვი და მისაუბრო და მე აუცილებლად უნდა ჩაუყრმავდე, იმიტომ რომ ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ ამ კურსის მერე არ უნდა გქონდეს იმის რაღაცა ილუზია, რომ შენ დაჯდები და შექმნი რაღაცა შეიძლება შექმნა, ანუ არ არის ხო, აი არის ძალიან საინტერესო, აი სწორ იმამდე მივედით, რაც მინდოდა მე მეკითხა. რა პრომის იძლევა სიტყვაზე აი კურსის, აი იმიტომ რომ ძალიან ბევრი კურსი არსებობს დღეს ჩვენს რეალობაში, 1000-ნაირი მოკლედ და ყველა სხვადასხვა დაპირებას აძლევს მოკლედ ამ კურსების გავლის შემდეგ. ეხლა ჩვენთანაც სააგენტოში ძალიან ბევრი მოდის რაღაც რეზიუმეში, სადაც წერია ეს კურსები და ნუ ხედავთ ხო რა იცის იმან და რა არ იცის ხო მაგალითად და აი თქვენი პრომისი რა არის ამ შემთხვევაში ანუ უფრო სფეროს გაცნობა რაღაც აი საღერღელის აშლა ესე დავარქვათ თუ აი რო ინდუსტრიით დაინტერესდე ადამიანი თუ არის ისეთი კურსები რომელიც შენ ასე ვთქვათ გიხსნის გზას და შეგიძლია უკვე დაიწყო რაღაცა ჯუნიორ პოზიციაზე მუშაობა პირობითად აი რას პირდება თვითონ კონკრეტული კურსები დამხმარება პირველ რიგში ჩვენ ვაშენებთ აკადემიურ ინსტიტუციას. უბრალოდ იქნა გამომდინარე მახსოვს გია ბოხუას სიტყვები, რომელიც უთხრა, რომ აი სანამ იდეალური არ იქნება, ალბათ არ უნდა მოვკიდოთ ამას ხელი და მე რამდენიმე ხანში დამებრუნდა და მითხრა, რომ მესმის, რომ იდეალურამდე ვერ მივალთ, თუ ბავშვებს არ ვასწავლეთო და ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო გრძელვადიანი პროგრამები, ჩავთვალოთ საბაზისო პროგრამები, საფუძვლების პროგრამა, ეგრეთ წოდებული დიზაინერებისთვის და შემოქმედებისთვის. ეს არის 15-დან 22 წლამდე ადამიანებისთვის შექმნილი კურსი, რომელშიც ვფიქრობთ, რომ აი ზუსტად იმ აკადემიურ ბაზას ვაძლევთ, რომელიც ჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ პროფესიაში გაერკვიოს, საუკეთესოებისგან ისწავლოს და ყველა ის უნდა იქონდეს, რომ მე შემდგომ მაგალითად პროფესიის არჩევაში თუ პორტფოლიო იქნება თუ ნებისმიერ შემდგომ ნაბიჯებში ხელი გქონდეს გახსნილი. ან წარმოიდგინეთ, რომ 6 თვის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვასწავლით ადამიანებს
ყველაფერს დაწყებული, რა ვიცი, კრაფტით, დამთავრებული მოდელირებით, ხელით მუშაობენ ყველა სახის მასალასთან, აკეთებენ არქიტექტურულ მოდელებს, აკეთებენ პროტოტიპებს, სწავლობენ დიზაინ ფიქს, სწავლობენ დიზაინ სტრატეგიას და ეს ყველაფერი ხდება იმ გარემოში, სადაც ეს მასალა, ეს პროგრამები, ყველაფერი მათ გარშემო და ვფიქრობთ, რომ ეს არის რაც ჩვენ ვაშენებთ სინამდვილეში. ან ჩვენ გვინდა რომ ამ ადამიანებმა ნოლიდან ისე ისწავლონ და ის შეცნობები არ დაუშვან, რაც ჩვენ ყველას დაშვებული გვაქვს. ჩემ შემთხვევაში მაგალითად მე დიზაინერის, ასე ვთქვათ, სამაგ ბექგრაუნდი მაქვს და ჩემთვის ძალიან ადვილი იყო მაგ გზის გავლა, იმიტომ რომ ვიზუალური კომუნიკაციის სპეციალისტი ვარ. სინამდვილეში მე გადავედი მარკეტინგში აბსოლუტურად საჭირო ცოდნის გარეშე, თუმცა ეს ვიზუალური ბექგრაუნდი ჩემთან ერთად იყო და მიმართებდა ცხოვრებას. ამ ბექგრაუნდს ჩვენ ვაძლევთ მათ დასაწყისშივე და ვფიქრობთ, რომ შემდგომ ჩვენი წლების განვითარება გარდა გეოგრაფიულისა იქნება სწორად რომ ყველაზე მაღალი ხარისხის აკადემიური განათლება მივცეთ, ოღონდ უფრო მოკლე და დაპრესიულ ვადაში, იმიტომ რომ აღარ არის იმის ფუფუნება, რომ ახლა 5 და 6 წელი დაუთმო ერთ კონკრეტულ პროფესიას, იმიტომ რომ ბევრი დრო გჭირდება პრაქტიკისთვის, ხოლო ის ყველაფერი, რასაც კურსების სახით თავაზობთ, შევთავაზოთ, ეს არის ხელობის ან მოტივაციისთვის. ანუ ან ადამიანი მოდის რომ კონკრეტული ხელობას დაეწაფოს, ანუ ეს შეიძლება იყოს რაღაცა, რა ვიცი, ხატვა, სკეჩი, მოდელირება, კრეატიული რაღაცა უნარების დამატება, რომელიც უკვე არსებულ პროფესიონალს ჭირდება. ან მაგალითად დიზაინერებისთვის გვაქვს თუნდაც დამატებითი უნარები, როდესაც მათ კომუნიკაცია ბიზნესთან ჭირდება და ბეკის კურსიც ერთ-ერთი ასეთია, როდესაც შეიძლება დიზაინერი მოვიდეს იმისთვის, რომ ბრენდის შესახებ მეტი ისწავლოს და მისთვის აბსოლუტურად ამომწურავია ის კონკრეტული კურსი, მაგრამ დიზაინში შეიძლება 6 თვე, 7 თვე ისწავლოს რაღაც კონკრეტული პროგრამა, ხო? რაც შეეხება ჩვენს მიდგომას და მომავლის გეგმას, სწორედ ეს არის, რომ ერთის მხრივ პატარა დროში მივცეთ ის რაღაც უნარი, რომელიც ამ წამს ჭირდება იმისთვის, რომ როგორც ჩვენ ვთქვით, საღერღელი არა ვიცი, აეშალოს ან მაგალითად წინ იაროს და უფრო მეტი იცოდეს. მეორე მხრივ კომუნიკაცია ქონდეს პრაქტიკოს ადამიანებთან და მესამე მხრივ გვაქვს ნამდვილად ისეთი მიმართულება, სადაც აკადემიურად ვასწავლით რა უნდა მიიღოს, სინამდვილეში როგორ უნდა ისწავლო, ხო? იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რომელიც დღეს უკვე ბევრი ყავს, დაახლოებით 100-მდე პარტნიორი ყავს, მართლა ყველაზე საუკეთესო დაუჯერებელია, რომ როდესაც აი მართლა გეგმავდით, რომ რაღაც ეს უნდა ყოფილიყო ინტერნაციონალური და ასე ვთქვათ, ესეთი დიდი ბრენდი, არ ქონდა წარმოდგენილი, რომ ტოპ სააგენტოები თუ ტოპ ფესტივალები თუ ტოპ რავი კომპანიები და ინსტიტუტები მსოფლიოში იქნებოდნენ ჩვენი პარტნიორები. ესეც გვაძლევს ძალიან დიდ გასახანს, ანუ ძალიან მაგარი ადამიანები ჩამოდიან და ასწავლიან რავი, ვარსკვლავები მოდიან და უყვებიან ადამიანებს უფასოდ და უყვებიან როგორ უნდა გააკეთონ საქმე, რა შეცდომები დაუშვეს და ასე შემდეგ და ამავდროულად იმედი გვაქვს, რომ ამ ინსტიტუციებთან ერთად შევძლებთ, რომ აქ სწავლის ის დონე მივცეთ სტუდენტებს, რომელიც ძალიან ჭირდებათ. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის პრინციპში, რაც ჭირს ჩვენს ინდუსტრიაში განსაკუთრებით და ერთი რაც ჩამრჩა ხა ის ნაწილი ბეკი რო საუბრობდა, რამოდენიმე კურსდამთავრებულისგან ზოგადად, ვისაც აქვს რაღაცა კურსები გავლილი, რაღაც უთქვამთ, რომ კი უყურებ რაღაცა Nike-მა როგორ გააკეთა, იმან რა ქვია, Diesel-მა როგორ გააკეთა კომუნიკაცია, მაგრამ აი რომ მოურჩი კურსი და თითქოს რაღაცა მე თვითონ უნდა უკვე გამეკეთებინა, მივხვდი რომ არ ვიცი როგორ გავაკეთო რა, ანუ აი ეგ ნაკლებობა ხშირად არის ხოლმე, რომ თუ თვითონ არ აკეთებს, აი ქართული გამოცდილება როგორ უნდა დაწეროს, როგორ უნდა შექმნას, აი ეგ თუ არა აქვს, ანუ ეს რაღაცა საერთაშორისო გამოცდილებას ესე ფილმივით რო უყურებს, მოტივაციის გარდა ალბათ არაფერს არ გაძლევს კურსის ბოლოს რა, მე ასე მგონია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგ ნაწილი პრაქტიკული სამუშაოები მოკლედ ძალიან აქტიურად იყოს მაგ ნაწილში ჩართული. მე რაც მაინტერესებს არის ზოგადად რა ხდება დასაქმების მიმართულებით კურს დამთავრებულებზე რა, ანუ აი ალბათ თქვენს აკეთებთ ერთგვარ სტატისტიკას, ხო, ვინც კურს დაამთავრებს, მერე მათი ისტორია როგორ ვითარდება რა, იმიტომ რომ სხვათა შორის ამ ეპიზოდის ჩაწერის იდეა მომივიდა იქიდან, რომ სანდრო ყავდა ჩვენ სტუმრად, გაბივაია და მან თქვა თავის ლექციებზე ყველა მიყავს სტუდენტი მიყავს, რომ აი არ არსებობს, მაშინ ამბობდა, რომ იმით რეზიუმეთი არ ამიყვანიაო მე თანამშრომელი ყოველთვის რაღაცა ნაპერწკალს ვეძებო და კურსები ახსენა, სადაც იყო ის რესურსი, საიდანაც მოკლედ ამ თანამშრომლებს იყვანდა და მან გავაჟღერეთ, რომ აბა სად უნდა მივიდეს ეს ხალხი, მოკლედ რომ საიდან უნდა დაიწყონ აიდგან ნაბიჯები ამ ინდუსტრიაში და ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა თქვენი სტატისტიკა როგორი არის ზოგადად სხვა კურსებზე. ხო, სანდროთი დავიწყოთ. სანდრო არის ადამიანი, რომელთანაც დავიბადეთ, გავიზარდეთ და არასდროს არ პასუხობს ტელეფონს. არასდროს არ პასუხობს დროულად და მიხოთ იმისა, რომ მისი უახლოესი ადამიანი ვარ. ერთ დღეს მოვიდა და მე უნდა ვასწავლო და ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ მართლა
ისეთი დაკავებულია, ისეთი დატვირთულია, რომ არასდროს არ გამოუჩენია ასეთი ინიციატივა, რომ დრო რაღაცას დაუთმოს და მითხრა, რომ ჩემი მიზანი და ჩემი რაღაცა мотиваციაა, რომ მე ხალხს ვასწავლო და მივხვდი, რომ რა თურმე ხალხის აყვანა უნდა. რეკრუტინგი დაიწყო. 25-22 ადამიანი არის მის ჯგუფში, მისი და გუნდის ინდუსტრიის ჯგუფში და ყველა მიყავს სამსახურში. დაუჯერებელი პროცესი მიმდინარეობს ხოლმე, ან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსია და შემოდგომიდან ისე ვიწყებენ და სანდრო, რომელიც ანუ თავის გუნდთან ერთად, მაიკლსთან და სოფოსთან ერთად, რომელიც გარდა იმისა, რომ ყველა ლექცია გრძელდება 2-ის ნაცვლად 4 საათი და მართლა დაუჯერებელ პროცესს გადიან, იმიტომ რომ ასეთი აღფრთოვანებული კრეატიული საზოგადოება Excel-ის ფაილით მე ჯერ არ მინახავს და სხედან და უყურებენ ულამაზეს Excel-ის ფაილებს. რატომ? იმიტომ რომ რაც თქვით რა ადამიანს აინტერესებთ, კარგია კინო, კარგია ვიდეო, კარგია stage-ზე ყოფნა, მაგრამ ადამიანს აინტერესებს ბიუჯეტირება როგორ კეთდება, ხო? ან აინტერესებთ stage-ის მიღმა, არა ეს რაღაც რომანტიკული რაღაც backstage-ის ამბები, არამედ მართლა როგორ მემზადებით ლოგისტიკას, როგორ ვალაგებთ, როგორ ვაჭმევთ ამ ხალხს და ჩემი აზრით ასე ვთქვათ, ეს ცოტა მოსაწყენი თემები იქცევა რაღაცა სილამაზეთ მათთვის, აი ეს მთელი შემართებით აკეთებენ ხოლმე ამ ბიუჯეტირების ნაწილს, ვუყურებ ყოველ კურსს და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პრაქტიკულად ყველა ადამიანი მე მიყავთ გადაღებას და რაღაც ნაწილი უკვე სამსახურშიც რჩება. მათ შორის ჩვენი სტუდენტების დიდი ნაწილი. უშუალოდ ჩვენი სტუდენტებიც ბევრია, რომელიც რაღაც პროფესიას იცვლის, მაგრამ ჩვენ მოკლე კურსებზე ნაკლებად გვაქვს აქცენტი დასაქმებაზე, გვაქვს უფრო მეტად ალბათ ეს შემავსებელი როლი, როგორც თქვი, მაგრამ ყველაზე მაგრა, სადაც მივიდივართ, ეს არის ჩვენი ეს გრძელ პროგრამებში, სადაც თავარი აქცენტი ჩვენი არის, რომ ეს ადამიანები ან სტაჟირებაზე წავიდნენ, ან ჩვენთან დარჩნენ. ყველაზე სასიამოვნო და ახალისო ის არის, რომ ერთი რომ აბარებენ ძალიან მაგარ უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში, მეორე რომ ბევრი კომპანიისთვის არიან მართლა სანატრელი სტაჟიორები, იმიტომ რომ ყველანაირი ვიზუალური და კრეატიული ბექგრაუნდი აქვს და იცნობენ ამ სფეროს უკვე და იციან რა უნდა სინამდვილეში როცა იწყებენ, შეიძლება არ ქონდეს ზუსტი წარმოდგენა და მე ძალიან მიხარია, რომ დაგვიბრუნდნენ უკვე პროექტებში და რაღაც ზოგიერთი ფოტოს იღებს, ზოგიერთი ვიდეოს, უკვე სტაჟირებაზე ჩვენთანაც დადიან და მაქამდეც მივედით. ძალიან მაგარია. შენ რას დაამატებდი ამ ნაწილში? მე იმას დავამატებდი ალბათ, რომ აი ყველაზე მაგარი არის ის, როდესაც ხედავ რა ადამიანი, რომელიც დანიჩოს კიდევ ერთხელ დავეთანხმები იმაში, რა გრძელვადიანი კურსის დროს, აი მე მგონი პირველი ნაკადი იყო, სადაც ძალიან ხშირი შეხება მქონდა სტუდენტებთან, იმიტომ რომ რაღაც პარალელურად კიდევ სხვა ჯგუფსაც რო ვასწავლედი, ესენი რაღაც მომენტში მოდიოდნენ, შემოდიოდნენ, რაღაცა ანუ მოკლედ რა ძალიან ის დიდი ინტერაქცია გქონდა და ინტერესიც ძალიან დიდი ჰქონდათ და კურსის ბოლოს ეს ადამიანები იმდენად რაღაცნაირად ჩამოყალიბებულები იყვნენ, რისი კეთება უნდათ, რომ აღარ მე ვამბობ 15, 16, 17 წლის ბავშვებზე ვამბობ, ხო? ანუ ახალგაზრდებზე, რომლებიცაც აი ის გარდამტეხი მომენტი არის, რომ სწორ გზაზე თუ აი იმ მომენტში მოხვდი, ესე იგი ძალიან გაგიმართლა, იმიტომ რომ უკვე შემოკლებული გაქვს ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ ზუსტად იცი რისი კეთება გინდა შემდგომში. და ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ იყვნენ ბავშვები, რომლებიც მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მე მინდა ვიყო დიზაინერი და მე უცებ მიხვდნენ, რომ მარკეტერობა უნდათ და დიზაინი ეგონათ მარკეტინგი. ხო, არა, ნელ-ნელა, ანუ ესე პირიქითაც ყოფილა, რომ მაგალითად ვიღაც ამბობდა, რომ მე მინდა რომ კრეატიული დირექტორი ვიყო და მე ვთქვავს, რომ უი მე თურმე რა კარგად ვსკეჩავ და მოდი, აი ჯერ ამას განვავითარებ და ანუ რაღაცნაირად უფრო კეთკენ წავალ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ციფრული მარკეტინგი არის ის, რისი კეთებაც უნდათ მთელი ცხოვრება. ალბათ მთელი ცხოვრება არ იქნება ეგ და იმ მომენტში მიხვდნენ, ხო, მაგრამ ძალიან სწორი რაღაცა პროფესიული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვს და ძალიან საამაყო არის ეს ამბავი. მოდი ისიც ვაღიაროთ, რომ ყველაზე მეტად რითიც ვამაყობთ პროექტებზე მეტად და იმ ყველა მართლა ათასობით პროექტი გვაქვს მარტო ერთად გაკეთებული. ვამაყობთ იმ ხალხით, რომელიც გავზარდეთ ერთად. და მგონია, რომ ეგ არის ყველაზე მეტი, რაც შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა საქართველოსთვის და არა მარტო, იმიტომ რომ ეს ადამიანები დღეს ყველა ტოპ კომპანიის სამყაროს სპეციალისტები არიან და ვამაყობთ ხოლმე, როდესაც უყურებთ მათ წარმატებას და მათ წინსვლას რა. ალბათ ეგ არის ყველაზე მაგარი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და ბავშვებზე როცა ვსაუბრობთ, ბავშვებს ეძახით, იმიტომ რომ ჩვენთვის არიან ბავშვები, მაგრამ თვითონ ძალიან დასრულებად თვლიან თავს. მე როცა ვირჩევდი პირადად პროფესიას მახსოვს, ვამბობდი, რომ მინდა რამე შემოქმედებითი და რამე კომპიუტერული, ტექნიკური და ძალიან უცნაურად მიყურებდა ყველა და ჩემმა ძალიან შემოქმედებით მამშობლებმა მიპოვეს კომპიუტერული გრაფიკა. ანუ იპოვეს ეს ორი, მაგრამ ყველას არ გაუმართლა ესე, რომ რაღაცა პროფესიაში მშობლები ესე დახმარებოდნენ და მართლა თვითონ იპოვეს ეს ფაკულტეტი და მithეს, რომ აი მე მგონი საშენო რაღაც ვიპოვეთ. მაგრამ ეს ყველაფერი წვალებით რატო უნდა გაიაროს
სხვა, როცა შეგვიძლია რომ ყველაზე ტოპ ადამიანებისგან, მართლა all-star-ისგან ისწავლონ და ნახონ რომ მე მინდა ვიყო აბალასნაირი. მართლა დაუზარელად ჩვენი ყველა საყვარელი ადამიანი, რომელიც მართლა ძალიან დაკავებულები არიან, მოდის, ასწავლის, მეცადინებს, დაყავთ რაღაცებს დროს უთმობენ, ეხმარებიან პორტფოლიოში, ეხმარებიან რაღაც ყველა ეტაპზე და მე ეს ადამიანი მიხვდები მე რომ იცი რა, ეს ის არ არის ჩვენ კანის ლომებზე რომ პირველად წავიყვანეთ ეს ჩვენი ნაკადები. ისხნა და ჩვენი ლექტორები გამოდიან სცენაზე ძალიან მაგარია, იმიტომ რომ მათ უნდა ასწავლონ, ვინ უნდა ასწავლოს, ხო სხვა თუ არა ყველაზე სახელოვანმა, რა ვიცი, სააგენტოებმა და ასე შემდეგ. და ეგეც ძალიან მაგარია, რომ ეს ძალიან დაკავებული ხალხი როგორ იცლის და როგორი მართლა მოწიწებით ეკიდება იმ პასუხისგებლობას, რაც არის განსაკუთრებით სააგენტოების რაღაც დამფუძნებლები და მოწინავე კრეატორები, რომელსაც მართლა ვიცით, რომ დრო არა აქვთ, ხო? ისე ეხა რო საუბრობდით, მან გამახსენდა, აი ჩემ დროს, როცა მე ამ ინდუსტრიით მოვიწამლე, იყო დაახლოებით 2011 წელი და ანუ ფიზიკურად არ არსებობდა არანაირი რომ ვიღაცას დაეკვალიანებინე, სად რა მიმართულებით წასულიყავი, ერთადერთი იყო რომ მაშინ რაღაცა ახალი ფეხადგმული იყო, რაღაც ბლოგოსფერო, ესე რომ თქვათ, რა პატარა community იყო, რაღაცა ბლოგები გქონდა და იქ ერთმა ვიკრიბებოდით და უბრალოდ რაღაცა მეგობრობდით. ეგ იყო რითაც იწყებოდა და მე აი შენით თუ არ იყავი მოწადინებული რომ ასე ვთქვათ გეძებნა ინტერნეტში, შენ თვითონ შენ თვითგანვითარებაზე გემუშავა, ფიზიკურად ძალიან რთული იყო რომ რამე გესწავლა რა, განსაკუთრებით საქართველოს პირობებში და დღეს როცა უკვე ამდენი საშუალება არსებობს რომ დაკვალიანდე ისწავლო, არის მე მგონი ძალიან მაგარი შორტკატი სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომელსაც სურთ მარკეტინგი და ამ ინდუსტრიაში ყოფნა და ჩემი რჩევა იქნება მეგობრებო რომ მიაკითხოთ სოციალებში მოძებნეთ დიზაინ ინსტიტუტი და ნახეთ კურსები, ჩვენი შეცდომები რო არ გაიმეორეთ. მე მინდა რომ ზოგადად თქვენი როგორც ასე ვთქვათ გადავიდეთ ცოტა სხვა ჭრილში გადაგახედოთ ძალიან მაგარი მარკეტერები მყავს ახლა აქ და ისე არ ჩაიული და მოკლედ ეს ეპიზოდი რომ არ შევეხო ზოგადად ამ მიმართულებას მინდა რომ თქვენი აზრი მოვისმინო ინდუსტრიაზე იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელია ამ ინდუსტრიას უყურებთ როგორ ვითარდება, ძალიან ბევრი რაღაც იცვლება და ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი, სად მიდის ქართული მარკეტინგის ინდუსტრია, აი რო შევაფასოთ რაღაცა გვერდიდან. ხან რაღაცებს რო ყვები ხომ რაღაც არქაული ის მაგოი. ძალიან ადრე შევედი ამ სფეროში, ისეთ შემთხვევით 16 წლის ვიყავი, როდესაც არა, უფრო პატარა, მერვე კლასში ვიყავი, როდესაც მაგისტილში მაშინდელ ძალიან ტოპ სააგენტოში დამიძახეს და სცენარები და მომიფიქრებინა რეკლამებისთვის და ესე დაიწყო ჩემი შეხება ამ ყველაფერთან და მე როგორც ბეჯითმა რა თქმა უნდა დავწერე არ მით მე რამდენი კლასი იყო მერვე ხო დავწერე სცენარები მივედი და ყველაფერი და მიიღეს ჩემი სცენარი და ლიმონათი ყასბეგის რაღაცა კლიპიც გადაიღეს ზოგადად ამ სფეროსთან ძალიან ახლოს ვიყავი იქიდან გამომდინარე ჩემი მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ და ეხა ამოტივტივ და პირველი კოკაკოლას რეკლამაში ვარ და პირველი საქართველოს ბანკის ერთ-ერთ რეკლამაში რომელზეც ძალიან დიდხანს მალადი და სული მქონდა რომ არა მოსულიყო არსად მაგრამ ერთ-ერთი დიდი რებრენდინგის მონაწილე ვიყავ იმიტომ რომ ჩემი პირველი კლიენტები იყვნენ TBC GPI საქართველოს ბანკი მაგათ ამ მერვე კლასის ექსპერიენსი მიგიხამდე მივიდა რომ დამფუძნებელი დამპირდა როცა გაიზრდებიო სამსახურში აგიყვანა და სტაჟიორი ვიყავი სიფაზე სიფა იყო ესეთი ძალიან მაგარი კავკასიის რეკლამის ფესტივალი რომელიც ერთხელ ჩატარდა და რატომღაც ისე მოხდა რომ უზარმაზარი რაღაცა ზომა მიიღო ძალიან მაგარი სააგენტოები მონაწილეობდნენ ამ დონის ფესტივალი საქართველოში იმის მერე აღარ ჩატარებულა ეს ჩამოსულებდნენ სააჩის წარმომადგენლები მაკეინის წარმომადგენლები უზარმაზარი სააგენტოები რაღაც ფანტასტიკური გამოფენებით და მე როგორც სტაჟიორი ამ ყველაფერში მონაწილეობდი რა თქმა უნდა ვიაქტიურე რა თქმა უნდა შევეცადე რომ ყველა გამეცნო ყველაფერი მე ნახე იქ იყო კინოჩვენებები კინოსახლში იყო საჩვენეს ეს ფესტივალი და აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული ამ ყველაფერთან და იმავე ადამიანმა რომელსაც მერვე კლასში დავალება მოცა მითხრა რომ ხვალო მოდიო სამსახურში აგიყვანო და მივედი ხვალ და ამიყვანა 16 წლის ასაკში სამსახურში ესე დაიწყო ჩემი შეხება ამ სფეროსთან და მართლა იმდენი წელი გავიდა რაღაც არქივარიუსივით ვარ და მიხარია რომ დღეს ეს ყველაფერი უკვე ბლოგებში რაღაცა წერილებში რაღაც ფორმატებში უკვე არსებობს მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ განვითარდით რამდენად წინ წავედით და ვამაყობ იმით რა დონემდეც მივიდა ინდუსტრია რა თქმა უნდა კრიტიკულები ვიქნებით და შევეცდებით რომ ბევრი გავაკეთოთ იმის რომ უკეთესი ხარისხი დავდოთ მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის რომ ერთი რომ რეგიონში მართლა ყველას გავასწარით რაც არ იყო ესე
როცა ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ წინ იყო სომხეთის, აზერბაიჯანის, ანუ მაშინ არ იყო აქ შესაძლებლობები დიდი. დღეს წყლიანად შეგვიძლია თქვა, რომ საკმაოდ ცივი გამოცდილი ბაზარი ვართ ამ თვალსაზრისით, თუმცა ახლა დავიწყეთ აღქმა, რომ ეს უკვე ბიზნესია. ახლა დავიწყეთ აღქმა, რომ ხალხი გვჭირდება, რაღაც კონკრეტული უნარები გვაკლია, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და პოზიციონირებაც ხო, ანუ რა იყო პოზიცია, ანუ არ გვყავდა ესე პროფესიონალები, რომლებიც მაგალითად ვიდეო მონტაჟის ან art direction-ის მიმართულებით გაზრდილები შემოვიდოდნენ. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გარეთ სწავლობს, ძალიან ბევრი ადამიანი ადგილზე იზრდება და ინდუსტრია იზრდება. მე სულ ამბობ, რომ ხა ჩვენ ძალიან ხშირად ვართ ჟიურის წევრები და თუნდაც ახალი თაობა რა შედეგს ასდებს, სანატრელი იყო ეგ შედეგი, რომ სააგენტოს მხარეს დაგვედო თავის დროზე, ხო? ჩემი გამოცდილება სააგენტოს მხარეს დაიწყო და შემდეგ გადავიდა უკვე ბრენდების მხარეს და ამან ძალიან დაგვაახლოვა საერთაშორისო სააგენტოებთან. მე და ბეკის დიდი გამოცდილება გქონდა ლეობარნეტთან და სხვა საერთაშორისო სააგენტოებთან პრაქტიკულად ყველასთან გვიმუშავია და ვიცით წესი როგორ მუშაობს სააგენტო და კლიენტი აი რაღაცა ბიუროკრატიულ თუ არა საერთაშორისო დონეზე, ხო? და ეს ალბათ ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ თვითონ სააგენტოებთანაც მე რაღაცა პრაქტიკა შემოგვეტანა. ბეკის ბრიფი ცნობილია საქართველოში. ბეკი მოყვეს თუ შეიძლება ამის შესახებ. გადავცემ სიტყვას. ხო, იცი რა არის, ანუ მთლიანობაში ესე რა ვუყურებ, ანუ რა თქმა უნდა, ძალიან ჩემთვისაც მე ზუსტად იგივე რაღაცა გზა გამოვიარა, მეც ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის ინდობოდნენ ჩემს არჩევანს და როდესაც ბევრი წლის წინ ვთქვი, რომ მეთქი მე მარკეტერობა მინდა და ვაბარებ CSP-ში მარკეტინგზე. არავინ არაფერი არ მითხრა, ამის საწინააღმდეგო, იმიტომ რომ ძირითადად მაშინ რაც CSP იყო ფინანსებთან უფრო მეტად ესეთი ასოცირებული და ნუ მეთქი რაღაც ეგრე ვფიქრობ და მე ვნახავ, რომ შევალ უნივერსიტეტში, რომ ანუ დავიწყებ უკვე სწავლა, საგნებს როცა გადავხედავ, მივხვდები უფრო მეტად მართლა ის მგონია რაც მგონია თუ რა არის და ნუ ეგ პროცესი ერთხელაც თუ ყოველთვის ყველა ჩემს ლექციას არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმატის ლექცია არის ყოველთვის იმითი ვიწყებ რომ ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება არის რაც კი მიმიღია იმიტომ რომ არც ერთხელ არ მინანია იმაზე რომ აი რატო ვარ მარკეტერი და რატო ავირჩიე ეს კონკრეტული პროფესია თუმცა ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი რაც არის ის რომ თუ მაგალითად ჩემ დროს ნაკადში ვიყავით რაღაცა 30 ადამიანი დღეს მარკეტერების ნაკადში არის გაცილებით უფრო მეტი ადამიანი, თუნდაც უნივერსიტეტის კურს დამთავრებულები, ხო? და ამაში რა თქმა უნდა კიდევ ისიც ძალიან დაეხმარა თვითონ სფეროს, რომ ხედავენ პოტენციალს, აღარ არის აი შენათან რომ ინფორმაცია სადღაც უნდა ანუ რაღაცა მოგეძებნა, ეს ინფორმაცია არის ძალიან ზედაპირზე უკვე რა და ადამიანები ხვდებიან რომ ეს სფერო რაღაცით საინტერესო შეიძლება იყოს და ამას ბევრი ესეთი ფიქრი აღარ ჭირდება რა, აი ბევრი რაღაც რომ ნეტას რა უნდა ვაკეთო როგორც მარკეტერმა, იმიტომ რომ ვიღაცა მე მკითხა თავის დროზე რომ კალენდრების დიზაინი უნდა გააკეთო, ანუ რა მოგეთ აი ცოტა ისე შემომხედა რა და მეთქი რატო მარტო კალენდრების და ნუ და კიდე რაღაც ღონისძიებებსაც გააკეთებ ხოლმე. ეგ იყო რაღაც წარმოდგენა ადამიანების. დღეს ძალიან ცოტა ადამიანს გონია რომ მარკეტინგი ეგ არის და ძალიან მიხარია. კიდევ გონიათ რომ კამპანიები უნდა აკეთო. კი, კამპანიების კეთება ეგეც ცალკე ის არის, ხო, მაგრამ ჩვენ ასევე მე და შენს გულყურაკი არა მაგაზე რომ ანუ რეალურად უნივერსიტეტში არც ის მასწავლეს მე პირადად რომ არსებობს სააგენტოს მხარე და არსებობს კლიენტის მხარე და უცებ ესე აღმოჩნდა რომ ძალიან გამიმართლა რომ დიდ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობდი სადაც კლიენტი და სააგენტო ძალიან ესეთი გამოკვეთილი ორი მხარე იყო და ამ დროს საქართველოში ეს ყველაფერი აი ფეხს იკიდებდა რომ აი მოდი ეს შემოქმედებითი ინდუსტრია საიდკენ წავიდეს ხო აი ახალ სააგენტოები ჩნდებოდა ახალი ტალანტები და ძალიან გამიმართლა მეც რომ ეს ტრანზიცია რომელიც საერთაშორისო ანუ კომპანიიდან გამოვიარა ზუსტად იმ პერიოდში მოვხვდი ისე ქართულ კომპანიაში სადაც ქართულ სააგენტოებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მქონდა როდესაც აი იყო რაღაცა ბუმი ამ ყველაფრის და ყოველთვის იმას ვეუბნეოდი ჩემს მეგობრებს უეზერებდი ნიჩას ალბათ ახსოვს რა მეთქი რა მაგარი იდეები აქვთ რა მაგრები არიან და ეგეთი რაღაც იდეა და ეგეთი ხარისხი ხოდი ვაღიარებ რომ შვეიცარიდან ახალი ჩამოსული იყო
სოფლიოში ტოპ ბრენდზე მუშაობდა, სოფლიოში ტოპ სააგენტოსთან ერთად და ერთი კვირის მერე მეუბნება, რომ არაო, აქაური მარკეტინგი და სტრატეგია აშკარად უკეთესიაო და ნუ მეც გაოცებული ვიყავი რა თქმა უნდა. ანუ ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი რა, იმიტომ რომ სულ სხვა მუშაობის სტილი იყო, რაღაც ძალიან ინტენსიური იყო, ძალიან სწრაფი იყო, არ იყო ტლანქი პროცესი და აი ძალიან შეთამაშებული იყო, ანუ ჩვენი დამკვეთის მხარე და სააგენტოს მხარე და ძალიან მეამაყებოდა ეს ყველაფერი და ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა იქონია გავლენა იმაზე, რომ ეს inflow ძალიან დიდი იყო, ეხლაც არის, უბრალოდ ეხლა კიდევ სხვა გამოწვევები გვაქვს, იმიტომ რომ ეხლა გვაქვს გამოწვევები დროის ფაქტორი, რომ ძალიან ხშირად აი კურსებს რო დაუბრუნდეთ, გონიათ რომ ანუ ამ ბევრ კურსს რომ გავივლი, ესე ავაგროვებ რაღაცა ცოდნას და ეგ რატომღაც ანუ ეგ მოლოდინი მოკლე კურსთან დაკავშირებით ხა ძალიან მცდარი არის და ყოველთვის ამას ვამბობ, რომ აქედან რო გახვალ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ აწი ყველაფერს იზავ, ხო? სინიორი ხარ, ხო? ან რაღაცა დიზაინის რაღაცას რო გაივლი, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც შედეგი დიზაინერი. ხო, რომ რაღაცა მოკლედ, ყველა მიფხვდით, რასაც ვამბობთ, ხო? მაგრამ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს სწორი მოლოდინები ქონდათ და inflows-თან დაკავშირებით ჩემი პირადი აი რაღაცა ესეთი რაც არის სურაზეც ვფიქრობ ხოლმე, არის ის, რომ ტალანტები არის ძალიან ბევრი, თუმცა ტალანტები თითქოს ცდილობენ, რომ თუნდაც აი მაგალითად არის Upwork-ზე იპოვონ რაღაც პროექტები და არა, ვთქვათ, რაცა ესეთი corporate job-ი ქონდეთ ან სააგენტოს მხარეს, ან რაღაც კომპანიაში, ხო? იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ბევრი რაღაც შესაძლებლობა არის და ძალიან ბევრს ესეთ ძალიან წარმატებულ ახალგაზრდას ურჩევნია, რომ თავისით აკეთოს რაღაცა პროექტები და ამ დროს ჩვენ როგორც დამსაქმებლებს, ანუ მე ხა უკვე როგორც დამსაქმებელი მაგ პერსპექტივას ვლაპარაკობ, უკვე არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ავიყვანოთ რაღაცა ძალიან მაგარი ტალანტი, იმიტომ რომ იმას აღარ უნდა უბრალოდ რაღაცა 9-დან 6-მდე თუ 10-დან 7-მდე. აქ პაუზას გავაკეთეთ, მეგობრებო. ეკი არის ეტან და სპორტის მარკეტინგის ხელმძღვანელი. რამე რო იცოდეთ. ხო, ძალიან მაგარი გამოცდილება არის და მოკლედ ხო, აი აქაც სულ მაგაზე ვლაპარაკობთ, მიუხედავად იმისა, რომ იცი წინაზეც იყვნენ სტუმრად გუნდის წევრები და რაც 50 ადამიანზე მეტი ადამიანი მუშაობს სეტანტას მარკეტინგში და მართლა ყველა არის რას ტოპ ტალანტი, რომლითაც აი მართლა აღფრთოვანებული ვარ, ახალი შემოერთებული ვარ ასე თუ ისე კომპანიაში და ყოველი დღე აღმოჩენა არის, ხო, მაგრამ აი როგორც კი ვიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ანუ ვთქვათ, აი ვინ გახსენდება და ეგრევე იქნება, რომ არა, მაგრამ ალბათ სხვა რაღაცაზე მუშაობს, აი ეს რაღაცა ბევრი პროექტი აქვს და ეს შემდეგ რა და ეს ტალანტების მართვის ნაწილში ალბათ კომპანიებისთვისაც მთავარი გამოწვევა ეგ არის, რომ რაღაცნაირად ისე წავიყვანოთ ჩვენი საქმე და ისე დავპოზიციონირდეთ, რომ ისე მოვაბრუნოთ ეს ხალხი რაღაცნაირად, რომ ფან გახდეს მათთვის მუშაობა და თან რაღაცა სანდოობა და ეს რაღაცა საყრდენი კიდევ უფრო მეტად და განვითარების პოტენციალი იგრძნონ. ძალიან მაგარი არის, რომ რაღაცა არ ვიცი, დადიხარ სადღაც და უცებ შენ პროექტს ხედავ, რომელსაც დიდად წერია შენ რაღაცა შენი სახელი და შენი ლოგო ამშვენებს იმას და ასე შემდეგ. სიამაყე არის. ხო, იცი რა არის, მე ესე დავამატებდი ერთ ნაწილს ადრე მახსოვს ქვრივამ თქვა ეგეთ რაღაცა, რომ ჩვენ გავიზარდეთ რა overtime-ებზე ამბობდა, მე მგონი თუ არ მეშლება, ანუ რა შეიცვალა მეთქი და რავი, ალბათ გავიზარდეთო ჩვენ და ეგ შეიცვალაო რა და თითქოს რაღაც აი დროთა განმავლობაში ეს აგენტოების ცხოვრებაშიც და ისეც აი ამ ასაკმა და დროის გასვლამ და აი ამ ინფორმაციის ზევით წამოსვლამ ბევრი რაღაცა შეცვალა, კულტურის ნაწილში შეცვალა რა, რომ არ ნიშნავს კრეატივშიკობა იმას, რომ ღამეს ათენებდე მაინც და მაინც, ანუ ეგ არ ნიშნავს, ანუ კარგი კრეატივშიკი მაგით არის იზომება, ხო? ანუ რაღაც აი ბევრ რაღაცასაც სხვანაირად შევხედეთ გადავაფასებ და ასე შემდეგ და მგონია რომ აი მეც რო შევეხო ამ ინდუსტრიის ნაწილში ინფორმაციულად და ცოდნის ნაწილში ასე ვთქვათ ცოტა საქართველოს გაიზარდა რა და ფეხზე დადგა ესე ვიტყოდი რა თუმცა ამავე ჭრილში მინდა ერთ საკითხს შევეხო რაც ბოლო
შეხვედრაზე სააგენტოებმა ერთმანეთს გაუზიარეთ გულის ტკივილის კუთხით და მინდა რომ აქ ახლა ცოტა ის თავისუფლება მივცეთ ჩვენ სიტყვას. არის ეგეთი დასმული პრობლემა ესე რომ თითქოს მარკეტერების ნაწილში ვისაც ემუშავებიან კვალიფიკაციის ნაკლებობა იგრძნობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. არ ვიცი ეს რამ გამოიწვია, მე ახლა ჩემი კითხვა მაგაში მდგომარეობს. თქვენი აზრი მაინტერესებს ზოგადად თქვენი აზრით რამდენად შეიძლება იყოს ეს სიმართლე და აი რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, რომ ცოტა რაღაცა მარკეტერებში ვერ არის ის დონე, რა დონეც ადრე იყო და მიჩვეულები იყვნენ სააგენტოებს და მე ვიკითხავ სააგენტოების დონეზე, ანუ ისე არ გამოვიდეს, რომ რაღაცა პირიქით მარტო მარკეტერებზე დავსვიკითხო. ხო. კრიტიკული ვიქნები, მაგრამ მოდი ლოგიკასაც მივყვეთ, ხო? ანუ ერთის მხრივ ჩვენ კონკურენციაში ვართ მთელ მსოფლიოსთან. ანუ აქამდე თუ რაღაცა კონცენტრირებულად შიგნით ყავდა სპეციალისტები, დღეს ძალიან ბევრი მარკეტერი მიდის პროდუქტის დეველოპმენტში, დიზაინში, art direction-ში და ასე შემდეგ და ყოჩაღი, კარგი სპეციალისტი ყველა სჭირდება. ამიტომ მაგალითად ჩვენს მიხედვით ძალიან დიდი მარკეტინგის გუნდი ყავდა. ძალიან ხშირი იყო ხოლმე მათ მიმართ შეთავაზებები კომპანიის შიგნითაც, რომ რაღაცა სხვა პოზიციაზე წასულიყვნენ და კარგი თუ ცუდი არ ვიცი, ალბათ მნიშვნელოვანია რომ ეს რაღაცა განსხვავებული გამოცდილებები ადამიანმა დააგროვოს და ჯენზის განსაკუთრებით ახასიათებს, რომ არ უნდა რომ ერთ კონკრეტულ პროფესიაში დარჩეს და ბევრ გამოცდილებას აგროვებს. ამან მოგცა ესეთი რაღაც კომბო, ერთის მხრივ ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან კარგები, ძალიან მაგრები და მიყვებიან თითქოს უნდა გაყვნენ ამ პროფესიას, გადადიან სხვა სფეროებში. ან თვითონ ქმნიან სტარტაპებს და მას თავის სტარტაპს უთმობენ უფრო მეტ დროს და ამავდროულად გაიზარდა ბაზარზე მოთხოვნა. ანუ ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანს, რომელსაც ადრე საერთოდ არ უნდა თავის კომპანიისთვის მარკეტინგის კეთება, დღეს ესმის მნიშვნელობა ციფრული მარკეტინგის კონტენტის, რაც აურაცხელი მოთხოვნა მოდის პირადად ჩემდანაც, ხუმრობთ ხოლმე მე და ბეკი რაღაც პატარა HR სააგენტო გვაქვს ჩვენ და აკოს ერთად. დღეში 2-3 მოთხოვნა კონტენტ მენეჯერზე, მარკეტერზე მოდის. რატო? ყველა ის კომპანია, რომელიც დღეს ციფრულ სივრცეში იბრძვის ყურადღებისთვის, ითხოვს, რომ ყავდეს სპეციალისტი, ამავდროულად ოდნავ წინ წასული და ოდნავ უკვე გამოცდილი სპეციალისტები თავს მიიჩნევენ რაღაც ვალდებულად, რომ უფრო მეტი მოითხოვონ ბაზარზე და გამოდის, რომ აქით ერთი მხარე გვაქვს, რომელიც რაღაც საერთაშორისო კონკურენციაში შევყავართ და აი ბოლო ჩვენი გაზრდილი თაობა, ულამაზესი, უკარგესი, ძალიან მცოდნე, ძალიან დიდი რაოდენობა მუშაობს საზღვარგარეთ, მუშაობს საერთაშორისო ბრენდებზე და მეორე მხარეს ყავს ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც 2-3 წელი დააგროვეს გამოცდილება დიდ ორგანიზაციასთან და დღეს უკვე ითვლებიან რაღაც სინიორ მარკეტერებად. ხა ითვლებიან თუ არა, მოდი ღიად ვილაპარაკოთ, აქვს თუ არა შესაბამისი ცოდნა, იმიტომ რომ მაინც მიმაჩნია, რომ სანამ რაღაცა წლები და კონკრეტული კრიზისები და შეცდომები არ გაქვს დაგროვილი, ალბათ ვერ ჩაითვლები გამოცდილ სპეციალისტად, თუმცა ბაზარზე საუკეთესო არიან. და ეს ბაზარზე საუკეთესოები რეალურად ახლა წარმოადგენენ ბაზარს. მე ძალიან მინდა, რომ ამ თაობამ ერთის მხრივ არ გააჩეროს სწავლა და გააგრძელოს და თუნდაც ჩვენ შეცდომებზე ისწავლოს, მაგრამ მეორეს მხრივ აი ეს უნარების ნაკლებობა, რომელიც გვაქვს, რატო არის? ხო, ხა ადამიანი, რომელიც ერთ კონკრეტულ პროდუქტზე იყო, მაგალითად ბრენდის მენეჯერი და დღეს გახდა მარკეტინგის მენეჯერი დიდი კომპანიის, დიდი ალბათობით არ აქვს რაღაცა ესეთი ეგრეთ წოდებული T-shaped ადამიანი, რომელსაც სპეციალიზაციაც უნდა კონდეს და რაღაც მენეჯერული უნარების და როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბაზარი სწრაფად იზრდება, ეს ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ლოგიკურია, რომ გეპი გვაქვს უნარებში. ბეკი რა სიტყვი შენ? მე მგონია, რომ უბრალოდ პროფესიაზე გაჩნდა წინას რაც ვისაუბრე ხა მაგის გამოძახილი არის რეალურად და მე მგონია რომ ძალიან ლოგიკურიც არის რა იმხელა მოთხოვნა გაჩნდა კომპანიებისგან კონკრეტულად მარკეტინგის დეპარტამენტის არსებობაზე და მე მანდ არის კლიენტის მხარეს თუ დამკვეთის თუ დამსაქმებლის მხრიდან ძალიან დიდი სამუშაო რომ ადამიანები ვინცაც არ ყავდათ მაგალითად რა ვიცი წლობით მარკეტინგის დეპარტამენტი და ეხლა ცდილობენ რომ შექმნან ზუსტად უნდა ხდებოდნენ რომ მარკეტინგის დეპარტამენტში ერთი ადამიანი არნიშნავს იმას რომ ის კონტენტ კრეატორიც უნდა იყოს ადვერტაიზერიც უნდა იყოს და ბრენდ სტრატეგიც უნდა იყოს ხო ანუ ყველაფერს აქვს თავისი როლი არსებობენ რა თქმა უნდა უნიკალური ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ ბევრი სხვადასხვა როლის შეთავსება მაგრამ ეს მათი კეთილი სურვილი და ნება არის და არა ვალდებულება. შესაბამისად, რადგან გაიზარდა ეს მოთხოვნა ადამიანებზე, ფაქტია, რომ ადამიანებიც მიხვდნენ, რომ მოდი მარკეტერები რომ ვიყოთ, ანუ დავსაქმდებით, ხო? და მე რა თქმა უნდა, აი მანდ ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიყვარული თავისი საქმის მიმართ და არა მხოლოდ რაღაცა კონკრეტული პრაგმატული ფიქრი, რომ მოთხოვნა, მოდი, ეხა ეს გავხდები, ხო? ანუ შეიძლება რომ ისეთ რაღაცას
რაღაცაზე აღმოჩნდეს უცებ მოთხოვნა, რასაც ვერაზუს ვერ ისწავლი და აი ჩემგან როგორც მაგალითად ფინანსისტი ვერ დადგებოდა, ხო, მიუხედავად იმისა, რომ სწავლობდი ბიზნეს სკოლაში და ყველა basic საგანი ხო ეს ჩაბარებული მაქვს და ძალიან კარგად ვსწავლობდი ამ ყველაფერს, ანუ არანაირი სიყვარული მე ანუ სფეროს მიმართ არ მქონდა. ისე როგორც ფინანსისტებს ვიღაცებს ანუ ზუსტად იგივენაირად ძალიან არ უნდათ მარკეტინგის ლექციაზე შესვლა და ახლა ისო პრეზენტაციები უნდა ვაკეთოთ და რაღაცა ეგ კომენტარები იყო ხა. ამიტომ ვგონია რომ ეს რაოდენობრივად რადგან არის ეს მოთხოვნა, ჩვენ ალბათ ჩვენი ვალდებულება, ჩვენი თაობის ვალდებულება ის არის რომ ბევრი ცოდნა გავაზიაროთ იმაზე თუ რას წარმოადგენს ეს სფერო და რამხელა პასუხისმგებლობა გაქვს შენ, როდესაც ხარ მარკეტერი, იმიტომ რომ ეს ისევ და ისევ არ არის არც კალენდრების ბეჭდვა და დიზაინის კეთება, არც ღონისძიებები და არც მხოლოდ დოკუმენტები, რომლებსაც თაროზე ვიღაცა შემოდებს. ეს არის ძალიან კომპლექსური საქმე, რომელიც არის business unity და რომელსაც იგივე ბიზნეს ამოცანა აქვს, რაც მთლიანად კომპანიას და არასდროს არ მჯერა ისეთი მარკეტინგის, რომელიც არის ცალკე და კომპანია რომ სადღაც იქით მიდის და მარკეტინგი ერთობა, ანუ თუ რაღაცა ეგ მცდარი რაღაცა, აი მიხარია ძალიან რომ გავარღვიეთ და დღეს უკვე ბევრ კომპანიაში ეგრე აღარ ითვლება, მაგრამ მეორეს მხრივ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ მარკეტერებმაც ავიღოთ ჩვენ თავზე უფრო მეტი სტრატეგიული და ბიზნეს ამოცანა და უფრო მეტად ვიყოთ ჩართულები კომპანიის განვითარებაში, მის რაღაცა პერსპექტივაში და ასე შემდეგ. და ახალი თაობაც ალბათ ეგრე უნდა ეგ მაგალითი უნდა მივცეთ რა, რომ თან ფანარი, მაგრამ თან ძალიან სტრატეგიული არის. დავამატებ თუ შეიძლება, ანუ ორი კიდე გეპი გვაქვს, ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ აი როგორ დავარწმუნო, მაგალითად ფაუნდერი ან დამფუძნებელი ან ბიზნესის ნაწილი, რომ მართალი ვარ და ვუხსნი ხოლმე თქვენ თვითონ ხართ ბიზნესი, ანუ ძალიან ბევრ დროს ვუთმობთ, მაგალითად, როდესაც ან შემოქმედებით სფეროს ვსწავლობთ, ან კონტენტს, ან მარკეტინგს ვასწავლით, სულ ვუხსნი ხოლმე, რომ ყველაფერი იწყება ბიზნეს იდეით და ცოტა გაოცებულ სახეებს ხედავ ხოლმე, რომ ეს არის სტრატეგიული როლი და შეუძლებელია სტრატეგიულ როლში შენ პასუხისმგებლობას არ იზიარებ და ბიზნესთან ერთად და ეს არის ერთი და მეორე ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, ის გამოც ალბათ არსებობს დიზაინის ინსტიტუტი. ადამიანები გამოდიან ბიზნეს სკოლიდან ისე რომ არ აქვთ ვიზუალური უნარები და მე მათი ყოველდღიურობა არის ვიზუალური საუბარი, ვიზუალური ენა. ანუ ჩვენ ვასწავლით ძალიან მაგრა თვითონ უშუალოდ მარკეტინგის რაღაცა საფუძვლებს, კონკრეტულ წიგნებს, მე მივყვებით და ვუხსნით რა მაგარი კამპანიები უნდა გავაკეთოთ. ბიზნესის ბექგრაუნდი საკმაოდ კარგი აქვს, მაგრამ ამავდროულად მაგალითად ვიზუალური კომუნიკაციის ნაწილში საერთოდ არ აქვს ცოდნა. ანუ ეს ადამიანები მუშაობენ დიზაინერებთან ისე რომ არიციან დიზაინერს რა ენაზე უნდა ესაუბრონ და მე დიზაინერებს ცალკე ამის გამო პრობლემები აქვს. მუშაობენ სააგენტოებთან და არასდროს არ მუშაობენ და არც იციან რა ენაზე უნდა ესაუბრონ, ამიტომ ამბობ რომ ეს ცნობილი ბეკის ბრიფი ალბათ უნდა ისწავლებოდეს ყველა ბიზნეს სკოლაში. შემდგომი ეტაპი დგება და უკვე შედეგი მოდის და უნდა შეაფასოს შემოქმედებითი და ვიზუალური ნაწილი და ამაზეც არ აქვს კონკრეტული რაღაცა კომენტარი და აქ შემოდის უკვე სააგენტოს კონფლიქტი, ხო, რომ სააგენტო ძალიან მონდომებული, ძალიან ესეთი კარგი კონცეფციით მოდის და იმიტომ რომ კომენტარისთვის გაკეთდეს, იქ რაღაცა ჯგუფი მარკეტერების თუ მხოლოდ ერთი მარკეტერი თulis, რომ აი მე ახლა ამას უნდა რამე კომენტარი მივცე. ეს რამე კომენტარი რაზეა დაყრდნობილი, ანუ სად არის ობიექტურობა, ხო? სად არის ობიექტურობა, სად არის რაღაცა კონკრეტული, იმიტომ რომ გემოვნების დონეზე არ უნდა დადიოდეს. ხმეს უმახსოვს მეკითხებიან ხოლმე, რომ აი ვინ იღებს გადაწყვეტილებას, როცა რაღაცა მრავალმილიონიანია გადაწყვეტილება. შენ იღებ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ეს გადაწყვეტილება ისეთივე ძვირია შენთვის, როგორც ბიზნესისთვის. შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების მიღება გინდა, ასევე პასუხისმგებლობას უნდა აიღო ამ ყველაფერზე, ეს იმუშავებს თუ არ იმუშავებს, იმიტომ რომ გემოვნების დონეზე დასული გადაწყვეტილებები დიზაინში და რაღაცა რა თქმა უნდა, ეს რაღაცა შინაგანი სენსი შეგრძნება უნდა კონდეს იმისა, რაღაცა ტრენდულია, კარგია თუ ცუდია, მაგრამ მეორე სხვა თუ არ გესმის ენა, როგორ არის კომპოზიცია დალაგებული და როგორ მუშაობს ამ ყველაფრის მიღმა შემოქმედებითი სფერო და იდეა, მე შენ ხდები მტერი შენი საკუთარი თავის, იმიტომ რომ იწყებ დეპრესიაში, აგდებ შენს გარშემო დიზაინერებს, აგენტოებს და ასე შემდეგ და მე მგონი იმ კითხვამდეც მივალთ, ხო, რა პრობლემა აქვს მარკეტინგის და ბრენდის სფეროს სააგენტოს ნაწილთან. კი, აი სანამ მაგაზე გადავალ, ძალიან მინდოდა რომ ეს კითხვა დამესვა, არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი არსებობს თუ არა. რა რჩევა შეიძლება მივცეთ მარკეტერებს, რომლებიც არ არიან დამოუკიდებლები კომპანიებში და ხელმძღვანელი იმ დონეზე ერევა თუნდაც მარკეტინგში, რომ უბრალოდ აქვთ რაღაცა არ ვიცი, ფორმალური ფუნქცია ბრენდში, არ ვიცი თუ არსებობს მაგის რამე წამალიან რჩევა, არ ვიცი. უცებ შევეცდები და ბეკი დამემეტებს თუ რამე გამომრჩევა. პირველ რიგში მოითხოვე ბიუჯეტი,
რამდენია ის რაც არის ასე ვთქვათ გამოყოფილი ბიუჯეტი. მეორე აიღე პასუხისმგებლობა KPI-ებზე და იმ რაღაც ბიზნეს მიზნებზე, რომელიც არსებობს სხვანაირად არ გამოვა არაფერი. მოითხოვე პასუხისმგებლობათა რაღაცა ნუსხა, რომ აი რაზე ხარ პასუხისმგებელი და რას ელის შენგან ბიზნესი და არასდროს არ აკეთო ასე ვთქვათ დაკვეთა თუ ნებისმიერ რაღაცა ბრიფი, ისე რომ ბიზნესისგან არ იცოდე რა უნდა მას და კონდეს შეგრძნება ბიზნესის, კონდეს შეგრძნება ბაზრის, კონდეს ციფრების შეგრძნება და მე სულ ამბობ ხოლმე რომ რაღაც მარკეტინგი გონიათ რომ ეს არის სფერო, რომელშიც მოვლენ და რაღაც ყველაფერი ლამაზად იქნება, არაფერი ლამაზად არ იქნება, ეს არის ძალიან დიდი შრომა, წვალება და ძალიან ბევრი ციფრი, ანალიტიკური ნაწილი, აი სულ მაგალითისთვის რაც მომყავს ხოლმე, თუ გახსოვთ მატრიცაში არის ეს მომენტი, როდესაც იმას რა ქვია, ეკრანს უყურებს, შავი ეკრანია და იქ ციფრები იწერება და ვუხსნი ხოლმე რომ აი ასევე და იქ მე რაღაც მომენტში კომენტარია რომ აქ წითელკაბიანმა ქალმა გაიარა და სულ ხსნი ხოლმე რომ აი ჩემთვის მაგალითად ციფრები, ბიუჯეტი, ანალიზი, კვლევის შედეგი ზუსტად ესეთივე სურათია, რომელშიც ხედავს უშუალოდ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გეპი და სად უნდა მიმუშაო და ის ანალიზი არის ზუსტად ის საფუძველზეც მე კარგი კამპანიები გამოდის ან კარგი ინსაიტები იხატება ვიდრე ის რომ რაღაცა ლამაზი ივენთი გააკეთო ან რაღაცა მოდი ლამაზად ჩავიცვათ და დღეს ფოტოები გადავიღოთ რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია მაგრამ ყველაზე ნაკლებად ეს შეხვდა ალბათ ამ 20 თუ რაღაცა წლის განმავლობაში ლამაზი ფოტოები ყველაზე ბოლოა რომელიც მარკეტინგში შეიძლება მიიღო ნამდვილად არც ერთი ივენტზე რომელიც გაგვიკეთებია და ძალიან ბევრი ივენთი გაგვიკეთებია მე და ნიჩოს ფოტო არ გვაქვს სადღაც აი ხან რაღაცას ვღებავდით ხან რაღაცა ფეთქდებოდა და დავრბოდით ხან მოკლედ აი სულ ესეთი ინტენსიური სამშაური რის გამოც მე პირადად ძალიან მიყვარს და მართლა ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე იმიტომ რომ ამ ყოველფრის გარეშე და ამ გამოცდილებების გარეშე რაც ვქონდა ალბათ ამას ესე თავდაჯერებულად ვერ ვიტყოდი და ჩემთვის რომ დაუბრუნდე მაგ კითხვას და ჩემ პასუხს არის ის რომ ეგ არის თითოეული ადამიანის არჩევანი რეალურად რა ჩემც აი ძალიან ნათელია ეს რომ ანუ შენ თუ თვლი რომ შენ მხოლოდ ფორმალური რაღაცა როლი გაქვს ხო ანუ შენ ამას ან თანხმდები ან არ თანხმდები და მგონია რომ ცხოვრებაში რა ვიცი ძალიან ბევრი ეგეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ ხოლმე არა მარტო სამსახურში არამედ რა ვიცი გარეთ რო გავდივართ ყოველდღე ეგეც ჩვენი არჩევანი არის ხო საბოლოო ჯამში და მგონია რომ აი ესეთი რაღაცა ცოტა fake პოზიციაზე მუშაობა არ არის არც განვითარებისთვის კარგი არც იმისთვის რომ რაღაცა მერე მოსაყოლი გქონდეს და ალბათ შენს რაღაცა მენტალურ ჯანმრთელობაზეც ეს ყველაფერი ძალიან სულად იმოქმედებს და ამიტომ დარწმუნებული ვარ იმაში რომ თუ ბოლომდე არ გიყვარს ის რასაც აკეთებ აი რაღაცა ისეთი უნდა იპოვო რომელიც ან ამას აგინაზღაურებს შინაგანად რომ ნუ აი ამ ეს არ მიყვარს ყოველდღე რომ ამას ვაკეთებ მაგრამ სახში რომ მოვდივარ აი ამას ვაკეთებ და მიხარი ეგეც კარგია ეგეც არჩევანია და ეგეც შესაძლებელია რა მაგრამ პროფესიონალიზმი მაგაში არის ზუსტად ჩემი აზრით რომ ეს კომპანიაში რაღაცნაირად მარკეტინგი არის ჩემთვის culture driver-ი რა ანუ კულტურის პირველი მომქოქავი თუ როგორც ამამოძრავებელი ხო და თუ შენ თვითონ არ გჯერა მაგ კულტურის და შენ თვითონ თუ არ გინდა რომ რაღაცა შეცვალო ხო იმიტომ რომ რა თქმა უნდა არ იქნება სულ ვარდებით მოფენილი ეს გზა და იქნება ადამიანი რომელიც იტყვის რომ კაი მარკეტინგია და ხა არა უშავს რა იცის თუ რაღაცა ხო იმიტომ რომ ყველა ხო შეგვხვედრია ხა ყველას ეგეთი ერთი ადამიანი რომელიც უთქვავს რომ ნუ აი თქვენ იქ რაღაცა რეკლამებს იღებთ და რა გენაღლებათ რა ხო და ამიტომაც მგონია რომ ეგ მარკეტერისთვის და კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანისთვის დამკვეთისთვისაც და სააგენტოსთვისაც ეს culture driver-ობის დიდი სურვილი და შიმშილი უნდა კონდეს რა ადამიანს ჩვენ ყოველთვის ვიყავით პასუხისმგებელი კულტურაზე ეს ორგანიზაციის და ერთ მაგალითს ვიტყვი ზოგადად როცა გუნდის წევრები გადადიან გადმოდიან რაღაცა მენტორული როლი კლავად შევინარჩუნეთ და მახსოვს ერთ-ერთმა მითხრა იცი რომ ახალი ოფერი მაქვს ძალიან მომწონს მაგრამ არც ოფისი უარგათო არც ბრენდინგი უარგათო არც გარემო აკარგე და უთხე რომ შენ უნდა შექმნა ეგ ყველაფერი ანუ ის როლში მიდიხარ რეალურად მარკეტინგი და ბრენდი რა არის ხო ანუ როგორი ოფისი ექნება და როგორი კულტურა ექნება ორგანიზაციაში ეგეც შენი გასაკეთებელია ბევრ ადამიანს გონია რომ განყენებულია ამ ყველაფრისგან და სინამდვილეში არა ну მე მიმართავდი ესე რომ
იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის და დამფუძნებელს მიმართავთ, რომ მიეცით თავისუფლება თქვენს მარკეტერებს და მოთხოვთ კონკრეტული თორე არც ფოტო შეგრჩება და არც მოსაყოლი არაფერი. კი ბატონო. და აი ბოლოსკენ მინდა სააგენტოების ნაწილი რო ახსენეთ, ისე რო არ გამოგვივიდეს რომ მარტო ერთ მხარეს გავიშვირეთ ხელი, თქვათ ძალიან ბევრი სააგენტო შეიქმნა, ძალიან ბევრი სააგენტო არსებობს, არ ვიცი რაღაცა ტრენდი არის თუ რაღაცა პოდკასტებით, რომ ყველა პოდკასტს აკეთებს და რა ხდება მაგ მიმართულებით, ეგეც მოვასწროთ და მე მგონი მე უკვე შეგვიძლია. მიხარია ბეკიმ დაიწყოს. იცი რა არის, ერთის მხრივ არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ისევ და ისევ ინტერესი, ახალგაზრდა ტალანტები, რაღაცა ცდის და შეცდომის ბევრი შესაძლებლობა არის და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. მეორეს მხრივ მე პირადად ძალიან ვამაყობ ჩემი უძვირფასესი მეგობრებით, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ და არა მარტო ლოკალურ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზე არიან აღიარებულები და არ ვიცი, მართლა ძალიან საამაყო არის ჩემთვის თითოეული შორტლისტი, თითოეული ოქრო, თითოეული ვერცხლი ბრინჯაო ჟურიში ყოფნა რაღაცა ფესტივალში თუ ასე შემდეგ და ეგ ყველაფერს რო ხედავთ, მგონია რომ რაღაცნაირად ძალიან უნდა ვიამაყოთ ამითი რა და უნდა გვინდოდეს თუ ვართ რაღაცა entry level-ზე ხა რომ აი იმისგან მინდა რომ ვისწავლო ესეთივე მინდა რომ გავაკეთო მეც მინდა ეგ ჯილდო იმიტომ რომ მე მახსოვს პირველად Windforce-ში როცა მივედი შეხვედრაზე და ჯილდოების ის დავინახე თარო და ვიყავი აღფრთოვანებული რომ მეთქი ვაიმე რა მაგარია მეთქი რამდენი ჯილდო აქვს და რა მაგარი არის რომ ეს რაღაცა ეს საერთაშორისო არის ეს ის არის და აი ეს აღფრთოვანება აი რაღაცა მართლა ეს ძალიან ისე მაქვს ჩარჩენი ძალიან პატარა ვიყავი რა მაშინ 15 წლის წინ ალბათ რაღაც პირველ შეხვედრაზე როცა შევედი ოთახში და დავინახე უკვე რაღაცაები როცა იყო რა ეს ყველაფერი არის ალბათ დიდი მოტივაცია უნდა წარმოადგენდეს მაგრამ ისევ და ისევ მოტივაციის გარდა უნდა ეს ყველაფერი ეფუძნებოდეს ცოდნას ეს უნდა ეფუძნებოდეს პრაქტიკას უნდა ანუ ალბათ ძალიან ბევრ რისკს და შეუპოვრობას ამიტომაც ბევრი სააგენტოს შექმნაც სავარაუდოდ მაგის ამოძახილი არის რომ ყველას უნდა ყველა მოტივირებულია მაგრამ ვხედავთ რომ არსებობენ სააგენტოები რომლებიც შესაძლოა შეიძლება არც გსმენია არც გვიმუშავია რომლებიც დღეს გაიხსნებიან და ხვალ შეიძლება აღარ იყვნენ ხა მაგრამ ესე რო ვუყურებთ მაინც ინტერესი რადგან არის ალბათ თვითონ სფეროს არის რაღაცა მიმზიდველი შესაბამისად დონის კუთხით ნიჩომ უკვე მოყვა ის როდესაც ჩამოვედი და დღემდე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმე არის სააგენტოებთან ურთიერთობა და სააგენტოებთან ერთად რაღაცა ფიქრი და შექმნა რაღაცის პროცესის და ეს შეთამაშება და ყველას უსურვებ რომ ისეთი სააგენტო ეგ ხარ ქიმიასავით არის რა რომ აი მე ძამჯერა იმის რომ სააგენტო არ არსებობს რომელთანაც მაგრა იმუშავებ თუ არ გაქვს ქიმია რაც არ უნდა იყოს აი უდიდესი რაღაც საერთაშორისო ესი ბევრი რაღაცა არ ვიცი მოგებული კონდეს და წიგნებზე ეწეროს მათი სახელები და ასე შემდეგ ჩვენც მაგ ფრეიმვორკებით მუშაობთ და რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი გაცილებით არის ის რომ დამკვეთს და სააგენტოს შორის იყოს ქიმია და კონდეთ ეს ურთიერთობის შესაძლებლობა და ერთმანეთს ენდობოდნენ რაც თავარია იმიტომ რომ ეგეც პრობლემა არის მარკეტინგ ხალხი ვარ ტოპ 5-თან მსოფლიოში გამუშავე არა თუ მეცთან არა ნუ აი მართლა ძალიან ეს არის აი მარკეტერების მთავარი ამოცანაც ერთ-ერთი არის ის რომ რაზეც იმ დღესაც ვილაპარაკეთ და რაშიც ძალიან გვჭირდება ყველას ერთმანეთის ხელშეწყობა არის ის რომ მარკეტერი არის იდეაში ადვოკატი რაღაც მომენტში სააგენტოსი და არა მარტო დამკვეთი იმიტომ რომ უნდა ენდობოდეს და უნდა იცოდეს რომ რაღაცა დონემდე მაინც უნდა მისცეს სრული თავისუფლება და კომენტარიც სწორი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ეს თავისუფლება არ იყოს შეზღუდული იმიტომ რომ იმ ადამიანებმა ფიქრი ძალიან მაგრა იციან და მოფიქრება ძალიან მაგრა იციან და შენ თუ გინდა მოფიქრება მაშინ არასწორად ხიზი ხარ უბრალოდ ხო და მაგაში არის პრობლემა
ვიცი რა დროში ვარ შეზღუდულები და დამოკლედ დავამატებ კანში პირველად რომ ჩავედი ყველაზე პატარები ვიყავით ჩვენ და ძალიან ასაკოვანი მომეჩვენა ახლა დღეს უკვე აღარ მაგრამ ასაკოვანი მომეჩვენა მთელი ეს რაღაცა შემოქმედებითი სფერო ეს იყო პირველი შთაბეჭდილება და მივხვდი რომ უბრალოდ სხვა ასაკში არიან სხვანაირად აცვიათ და საერთოდ სხვა და ეს ახსენე შენ და მეორე რაც იყო შთაბეჭდილება მართლა წარუშლელი ჩემს წინით და ჩემი ყოფილი კოლეგა რუსი რომელიც ერთ-ერთ უზარმაზარ რუსულ კომპანიას წარმოადგენდა და მის უკან ვიჯექი როდესაც გამოაცხადეს რომ Windforce-მა მიიღო ჯილდო და ნუ სცენაზე ასულიყვნენ და ესე გამომხედა და ჩვენ ამ ხელა ქვეყანა ვართო და არც ერთი ჯილდო არ მიგვაქო და აი ცოტა ესე დამცინავი იყო მისი ფრაზა და მახსოვს როგორი ამაყი ვიყავი იმით რომ მართლა ერთმა პატარა ქვეყანამ შევძელით რომ ადგილზე რაღაც რუკაზე ადგილი მოვნახეთ და მგონია რომ ეს რაღაც ჩვენი ამბიცია და პლუს შრომის მოყვარეობა რომელიც ალბათ უნდა გამოვიმუშაოთ და დისციპლინა ის რო ცვლა მოხდება თაობებს შორის და ეს კარგი ხალხი დარჩება ამ სფეროში და დაგვეხმარება რომ უფრო მაგარი რაღაცები ვაკეთოთ და ნუ ბიზნესის შეგრძნება მოგცემს იმის საშუალებას რომ უფრო მეტმა იპოვოს ქიმია უფრო მეტი კლიენტი და სააგენტო ერთად გახდეს რაღაცა მართლა ბრილიანტ იდეების ავტორი და საბოლოოდ მივალთ მაგამდე რომ ეს გამოცდილება და ეს რაღაცა ალბათ ბალანსამდე ცოტა გვაკლია რომ მივიდეთ. ოკეი. მე უნდა ავიღო პირობა უკვე თქონა რომ ჩვენ კიდე გვჭირდება მე მგონი ერთი შეკრება იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ეს 1 საათი ძალიან ისე გავიდა რომ ძალიან ბევრი საკითხი შეიძლებოდა კიდე განგოხილა აქ და ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი მეგობრებო და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელისთვისაც ძალიან ბევრი ინსაიტი იქნება რომელიც გამოადგებად გაითვალისწინებენ განსაკუთრებით მარკეტერები და მადლობა კიდევ ერთხელ მე დაგემშვიდობებით მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს დროებით